ვიდრე იგი ყრმაღა ვიყვენით, ამ ყრმა ვიყვენით, ამაში პირველ ყოვლისა, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს მთელ კაცობრიობას, რომელიც ადამიანის გენეტიკური მიმკვიდრეა. მეორეს თითოეულმა ჩვენგანმა შეიძლება საკუთარი თავი დავინახოთ, ვიდრე ყრმა ვიყავი, ანუ არა ასაკობრივად, არამედ ჩემი ცნობიერებით, ჩემი სოფხედელობით, სულიერად, ვიდრე ყრმა ვიყავი, ვიდრე მექნებოდა გააზრება იმისა, თუ ის ერთი ვინ არის, რომ ის ერთი საერთოდ რომ არის, მერე ვინ არის, მერე როგორია, მერე რომ ცოცხალია, რომ პიროვნებაა, რომ მე მას ვუყვარვარ, რომ მას თავისი ნება აქვს, რომ მე მისკენ უნდა ვისწრაფო და ასე შემდეგ. სანამ ამ ყველაფერს გავიაზრებდი, ვიყავი ყრმა და რას ნიშნავს ყრმა და პავლე მოციქული აგზელებს. ვიდრე იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქვეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ, ანუ ამას სოფლის წესებში, ანუ კანონებში, რაც წეგან გითხარით, ეს არის მატერიალური სამყარო, ეს არის ბიოლოგიური სამყარო, ეს არის სამგზნობინებრივი სამყარო, ეს არის დრო და ასე შემდეგ სივრცე, ამაში დაკირთებული, ანუ დეტერმინირებული, რომელიდანაც გასაქანი არ აქვს. ანუ ადამიანი ყრმა, ანუ გონებრივად განუვითარებელი, მოდი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ადამიანის გონებრივ განვითარებას სასროლი არ აქვს, ის უსასრულოდ შეიძლება განვითარდეს. ადამიანს რომელსაც მასთან, ვინც ამ სამყაროს მიღმიერია, სადაც არის აბსოლუტური თავისუფლება და აბსოლუტური სიკეთე, ადამიანს როცა კავშირი არ აქვს მასთან, ის ასეთი ადამიანს პავლე მოციქული უწოდებს ყრმას და ესეთი ადამიანი არის ჩაკირული, დაკირთებული, ანუ დეტერმინირებული ამ სამყაროში. და მარტო ეს არა. გარდა აი ამ მატერიალურ სამყაროში დაკირთებულობისა არსებობს დემონური ნება, რომლის აღმსრულებელი გავხდით ჩვენ სამოთხეში ადამიანთან ერთად და ფაქტობრივად ჩვენი ეგოიზმი, თავისი უამრავი გამოვლინებებით, სწორედ მიმანიშნებელია იმისა, რომ ჩვენი ნებელობა მონათესავია დემონური ნებისა, არა ღვთისნებისა, არა იმ დიადი სიცოცხლისა, არამედ იმ სიცოცხლეს მოწყვეტილი უკეთური ძალისა, მისი მონათესავი არის. და ამიტომაც დიახაც შეპყრობილი ვარ, დაქვემდებარებული ვარ აი ამ სამმატერიალურ სამყაროს და დემონურ ნებას.